გადავშალოთ ბიბლია. წმინდა ლუკას სახარება. უკანასკნელი თავი. 24 თავი. ბოლო ნაწყვეტი ამ თავის. 49-53 მუხლები. კითხულობთ. დაჰა მე მოვავლენ თქვენზე მამა ჩემის აღთქმულს, თქვენ კი დარჩით ქალაქში, ვიდრე მაღლიდან ძალით შეიმოსებოდეთ და გაიყვანა ისინი ბეთანიამდე და აღაპრო ხელები და აკურთხა ისინი, როგორც კი აკურთხა, განშორდა მათ და ამაღლდა ზეცაში. მათ თაყვანისცეს მას და დაბრუნდნენ იერუსალიმში დიდი სიხარულით. და სულ მუდამ ტაძარში იყვნენ, ღვთის მადიდებელნი და მაკურთხებელნი. ამინ. ეს არის უფლის სიტყვა. ვილოცოთ. ღმერთო, მადლობა შენი სიტყვისთვის, რომელშიც ვიცხადებ შენს ნებას, რომელშიც გვაქვს სინათლე. გევედრებით შენი სული წმიდის მადლით. გაგვიცხადე შენი ჭეშმარიტება შენს სიტყვაში. მოგვანიჭე, რათა შენს ძეს ვერ წმუნოთ, მოვეჭიდოთ მას. ამ რწმენით დავიმკვიდროთ ცხონება, საუკუნო სიცოცხლე. და ეს რწმენა ვაუწყოთ ქვეყანას, გაბედულად, უშიშრად. იესო ქრისტეს მიერ. ამინ. უშინ ეკლესია იხსენებდა იესო ქრისტეს ამაღლებას. მახსენდება, როგორ მოვილოცეთ მე და ირმამ იერუსალიმში ამაღლების ტაძარში. იესო ქრისტეს ამაღლება არის არა მხოლოდ ისტორიული მოვლენა, რომელიც დროის განსაზღვრულ მომენტში მოხდა. ის არის აგრეთვე თითოეული მორწმუნისათვის განსაკუთრებული განცდა. რა ემოციას იწვევს თქვენში იესო ქრისტეს ამაღლება? სახარებების თანახმად ქრისტე მოკვდა ჯვარზე. შემდეგ მესამე დღეს ამაღლდა. უпростоრად აღდგა. აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ის ეცხადებოდა თავის მოწაფეებს. და მე-40 დღეს ის ამაღლდა. ამაღლდა ზეცად და დაბრძანდა მამის მარჯვნივ. ეს მოვლენა აღწერილია საღვთო წერილში, ახალ აღთქმაში. ერთ-ერთი აღწერა დღეს ჩვენ წავიკითხეთ. რა ემოციას ბადებს, რა განწყობას გიქმნით, რა შეგრძნებები გეუფლებათ იესო ქრისტეს ამაღლების გამო. როდესაც კითხულობთ ტექსტს, როდესაც იხსენებთ, როდესაც ულოცავთ ერთმანეთს ამაღლებას, როდესაც შედიხართ ამაღლების ტაძარში სალოცავად, როდესაც ფიქრობთ ქრისტეს ამაღლებაზე და საერთოდ ამ ისტორიულ ფაქტზე. ჩვენ მიერ წაკითხულ ტექსტში არის ერთი შეგრძნება, ერთი ემოცია. ალბათ მიაქცევდით ყურადღებას. 52 მუხლში წერია, მას შემდეგ რაც ამაღლდა ზეცაში ქრისტე, მოწაფეები აღივსნენ დიდი სიხარულით. ასე წერია. გნებავთ? გავიმეორებ. 51-52 მუხლები. როგორც კი აკურთხა, განშორდა მათ და ამაღლდა ზეცაში.
მათ აყვანისცეს მას და დაბრუნდნენ იერუსალიმში დიდი სიხარულით. მაგრამ აქ არის ერთი უცნაური რამ. ერთი უცნაური რამ და ერთი ურთიერთსაწინააღმდეგო რამ. როგორც ძველი, ასევე ახალი დროის მკვლევარები, ღვთისმეტყველები, მეცნიერები ამ გარემოებას აქცევდნენ ყურადღებას. ეს თვალშესაცემია, თუ დაკვირვებით ჩახედავთ და წაიკითხავთ. ახლავე აღმოაჩენთ. აბა მიდით სცადეთ. კვლავ წავიკითხავ ამ ორ მუხლს. მთელი ტექსტიდან. როგორც კი აკურთხა, განშორდა მათ და ამაღლდა ზეცაში, მათ აყვანისცეს მას და დაბრუნდნენ იერუსალიმში დიდი სიხარულით. რა უცნაური რამ არის ამ ამბავში? რა ურთიერთსაწინააღმდეგო რამ არის ამ მონაყოლში? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხაზს უსვამ ძველი დროიდან მოყოლებული თანამედროვე მკვლევარების ჩათვლით, თანამედროვეების ჩათვლით. ამ უცნაურ გარემოებას აქცევდნენ და აქცევენ ყურადღებას ამ ტექსტის განხილვისას. შეიძლება ჩვენ გვეპარება, როცა ვკითხულობთ, მაგრამ მინდა რომ დავინახოთ, მივაქციოთ ყურადღება და დღეს ამის შესახებ ვისაუბროთ. აქ უცნაური რამ არის, ძალიან უცნაური რამ არის. და საწინააღმდეგო, ურთიერთსაწინააღმდეგო რამ ამ მონაყოლში. როდესაც საყვარელ პიროვნებას შორდები ან საყვარელი პიროვნება შორდება, იხარია? კითხვას გისმენთ. სიხარული გეუფლებათ? არა. ახლა კიდე წავიკითხე. როგორც კი აკურთხა, განშორდა მათ, რა ქნა? განშორდა. ამაღლება იყო განშორება. განშორდა მათ, ამაღლდა. ვეღარ ხედავდნენ. მათ აყვანისცეს მას და დაბრუნდნენ იერუსალიმში დიდი წუხილით. ასე წერია? დიდი სიხარულით. კიდევ ერთხელ ვამბობ. ძველ დროშიც საღვთო წერილის შესწავლისას და აგრეთვე ახალ დროშიც, ახლა, ამჟამად აწმყოში. აი ამ უცნაურობას აქცევდნენ ყურადღებას. რატომ, რა მიზეზით ხარობდნენ ქრისტეს მოციქულები და მოწაფეები? იქ მყოფნი, რომელნიც იყვნენ ცოცხალი მოწმეები განშორებისა, ქრისტეს ამაღლებისა. დასაწყისში ჩვენი საუბრისა მე დაგისვით შეკითხვა, რა ემოციას იწვევს თქვენში, ჩვენში ქრისტეს ამაღლება? რა გრძნობა დაეუფლათ მოწაფეებს ამაღლების შემდეგ? დიდი სიხარული. ხო ასე წერია? დიდი სიხარული. ეს ემოცია, მაგრამ რა ახარებდათ? რა ახარებდათ განშორების შემდეგ? განშორება ვინმეს ახარებს? შეიძლება ჩვენთვის ეს ემოციურად იმდენად გასაგები არ არის, ვინაიდან უშუალოდ ფიზიკურ სიახლოვეში ქრისტესთან არ ვიმყოფებოდით და არ შეგვიძლია ეს ყველაფერი განვიცადოთ და აღვიქვათ. მაგრამ დაახლოებით 3 წელიწად-ნახევარი ისინი იყვნენ ქრისტესთან. ქრისტესთან დადიოდნენ, იმყოფებოდნენ, ერთად ჭამდნენ, ერთად სვამდნენ, ერთად იდევნებოდნენ
ერთადღებულობდნენ პატივს, ყველაფერს იყოფდნენ, შეეჩვივნენ ქრისტეს. მაგრამ აქ მარტო შეჩვევა არ არის. აქ არის აგრეთვე დაახლოება. ქრისტე და მოწაფეები ძალიან დაუახლოვდნენ ერთმანეთს. ისე დაუახლოვდნენ, რომ ერთი მოწაფე ეუბნებოდა, ყველამ რომ მიგატოვოს, მე არასოდეს მიგატოვებ. ძალიან დაუახლოვდნენ. კარგი, შეჩვევა და დაახლოება იქეთ იყოს. მოწაფეებმა ქრისტეში აღიარეს მესია, ვისაც ელოდებოდნენ საუკუნეების განმავლობაში. მათ აღიარეს იესო ნაზარეველში ღმერთი და მათ უხაროდათ ღმერთთან ყოფნა და უხაროდათ ღმერთის მათთან ყოფნა. და ერთ დღეს ის, ვინც შეიყვარეს, ის, ვისაც შეეჩვივნენ, ის, ვისაც დაუახლოვდნენ, ის, ვისშიც მათ დაინახეს სიყვარული, თანაგრძნობა, დახმარება, ძალა ღვთისა, ისინი ხედავდნენ ქრისტეს სასწაულებს. იესო აპურებდა, იესო კურნავდა, იესო აღადგენდა მკვდრებს. ის, ვისშიც მათ სცნეს მესია, ღვთისგან წარმოგზავნილი, ღმერთი, დაშორდა მათ. და იმის ნაცვლად, რომ დამწუხრებულიყვნენ, იმის ნაცვლად, რომ ეტირათ, იმიტომ რომ საყვარელ პიროვნებას, მესიას, მათთან სიახლოვეში მყოფ ხორჩესხმულ ღმერთს დაშორდნენ, ან უпростоრად ის დაშორდა მათ. იმის მაგვირად, რომ ცრემლი მოსვლოდათ, ეტირათ, დაღვრემილნი ყოფილიყვნენ, წერია, დიდი სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმში. მოусმინეთ წმინდა ლეო დიდს, იგივე წმინდა ლეო პირველს, ეკლესიის მამასა და მოძღვარს. თავის ერთ-ერთ სიტყვაში აი რას ამბობს. როცა უფალი ზეციურ სიმაღლეში გადავიდა, მათ, ანუ მოციქულებს, მოწაფეებს, არამხოლოდ არანაირი მწუხარება არ განუცდიათ, არამედ დიდი სიხარულითაც აღივსნენ. გინა გითხრათ, გნებავთ გეტყვით, რომელ დროს, რომელ საუკუნეში მსახურობდა წმინდა ლეო დიდი. ის იყო რომის ეპისკოპოსი 440-461 წლები. მეხუთე საუკუნის მეორე ნახევარი. ძველი დროიდან მოყოლებული. აი ამ უცნაურობას, ამ ერთი შეხედვით საწინააღმდეგო, ურთიერთსაწინააღმდეგო რამეს აქცევდნენ ყურადღებას. განშორდნენ და დაიწყეს სიხარული. ჩვენი შეკითხვა არის, რა ახარებდათ მათ? უფრო ლოგიკური და ადამიანური იქნებოდა, რომ დამწუხრებულიყვნენ, არა და ისინი ხარობდნენ და თანაც როგორ ხარობდნენ წერია, დიდი სიხარულით. ამ სიხარულთან დაკავშირებით მინდა გავიხსენო ამონარიდი ერთი საოცარი წიგნიდან, რომლის სახელწოდება არის პასექიდან ამაღლებამდე. სახარების მოვლენები თანამედროვე მამებთან. ეს არის სახელწოდება წიგნისა, გამომცემლობა ნიკიას მიერ არის გამოშვებული. ამ წიგნში თავმოყრილია ცნობილი თანამედროვე იგულისხმება მე-20-21 საუკუნის ღვთისმეტყველების, საეკლესიო მოღვაწეების ნააზრევები. მაგალითად, ანტონი სუროჟელის, ეპისკოპოს კასიანის და აგრეთვე ცნობილი პროტოპრესვიტერის, ღვთისმეტყველის ალექსანდრე
ეს ძალიან ცნობილი სახეებია არა მარტო მართლმადიდებლურ სამყაროში, არამედ ზოგადად ქრისტიანობაში. ქრისტიანულ სამყაროში. აი რას ლაპარაკობს ალექსანდრე აი ამ წიგნში, აი ამ სიხარულის შესახებ, რომელიც ჩვენ ამოვიკითხეთ ჩვენს ტექსტში. ის ამბობს შემდეგ რამეს: მე ყოველთვის მაღელვებს ის, რომ დოგმატური ღვთისმეტყველების მრავალტომიანი სისტემები განმარტავს და განიხილავს თითქმის ყველა ცნებას ერთი სიტყვის გარდა, რომლითაც იწყება ქრისტიანული სახარება და რომლითაც მთავრდება. და ეს სიტყვა არის სიხარული. ჩვენ ყურადღებას იპყრობს ამ სიტყვის მიმართ, როგორც სახარების დასაწყისზე და დასასრულზე. წარმოიდგინეთ სახარება, ქრისტიანული სახარება, როგორც სურათი, მშვენიერი სურათი. მშვენიერ სურათს რა ჭირდება? მშვენიერი სწორია, ჩარჩო. პროტოპრესვიტერის სიტყვებით, აი ეს ჩარჩო, რომელშიც არის მოქცეული ეს სურათი, არის სიხარული. საიდან ასკვნის ღვთისმეტყველი? უკვე არ არის ცოცხალი, ის ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის მიწურულს გარდაიცვალა 1983 წელს. ანტონ სუროჟელი 21 საუკუნეში 2003 წელს, მაგრამ აი ამ წიგნში თავმოყრილია მე-20-21 საუკუნის მოაზროვნეები, ღვთისმეტყველები, ეკლესიის მსახურები. საიდან ასკვნის პროტოპრესვიტერი, რომ სიხარული არის სწორედ ის ჩარჩო, რომელშიც არის მოქცეული ჩვენი ლუკას სახარება. როგორ იწყება ლუკას სახარება, გაგახსენებთ? როდესაც მესია იშვა, რა უწყეს ანგელოზებმა მწყემსებს? ნუ გეშინიათ, გაუწყებთ რას? როგორ სიხარულს? დიდ სიხარულს. როგორ მთავრდება ჩვენი სახარება? მოწაფეები აღივსნენ რითი? არა, დიდი სიხარულით. ეს არის ჩარჩო. როგორც წმინდა მათეს სახარების ჩარჩო რა არის? რითი იწყება? რა იდეით? რა გამოცხადებით? თაყვანისცემით. მოვიდნენ შორეული ქვეყნიდან მოგვები და თაყვანისცეს მესიას. როგორ მთავრდება წმინდა მათეს სახარება? თაყვანისცემით. იწყება თაყვანისცემით, მთავრდება თაყვანისცემით. ლუკას სახარება შეიძლება იყოს ასეთნაირად ნათქვამი, ეს არის სახარება სიხარულისა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ. დოგმატური ღვთისმეტყველების მრავალტომიან სისტემებში განმარტებულია და განხილულია თითქმის ყველა ცნება ერთი სიტყვის გარდა, რომელთაც იწყება, რომელთაც მთავრდება ჩვენი სახარება. შემდეგ ის აგრძელებს ზემოთ ხსენებულ წიგნში. სიხარულის საღვთისმეტყველო განმარტება არ შეიძლება. არავის შეუძლია მისი წართმევა და ყველა სხვა დანარჩენი განმარტება დუმს. შემდეგ ის გამოთქვამს სურვილს და ამბობს, რომ საჭიროა ეს სახარება დაუბრუნდეს თავის ცენტრალურ ადგილს ღვთისმეტყველებისა. იმისათვის, რომ ღვთისმეტყველება გახდეს უშუალო და მას ჰქონდეს საქმე ამ წუთისოფელთან და ასე შემდეგ. მაგრამ დაუბრუნდეთ ჩვენს ტექსტს. სიხარული. უცნაურია. ქრისტე დაშორდა მათ. ისინი ვეღარასოდეს ვერ ნახავდნენ მას ისეთნაირს, როგორცაც ადრე ხედავდნენ. იესო აღარასოდეს არ იქნებოდა მათ გვერდზე. მათ გვერდით იესო
არასოდეს მოახდენდა სასწაულებს, იესო არასოდეს გაუმრავლებდა მათ პურს, არასოდეს დაეხმარებოდა ფიზიკურად, არ იქნებოდა მათთან 24 საათის განმავლობაში. იმიტომ რომ დაშორდა. შეწყდა ეს ურთიერთობა. მაგრამ ისინი აღივსნენ დიდი სიხარულით. თუ ავდგებით და შევაჯერებთ, შევაჯამებთ ძირითად გამოთქმულ მოსაზრებებს, განმარტებებს, რის გამო მოწაფეები შესაძლებელია ავსებულიყვნენ დიდი სიხარულით, შეიძლება ვთქვათ, სულ მცირე სამი რამ აი ამ სიხარულის შესახებ. იმ სიხარულისა, რომელიც მათში გამოიწვია იესო ქრისტეს ზეცად ამაღლებამ. ეს არ იყო ჩვეულებრივი ისტორიული მოვლენა. ეს იყო დიდი სიხარულის გამჩენი, აღმძვრელი, გამომწვევი მოვლენა მოწაფეების ცხოვრებაში. რა სამი მიზეზი? პირველი, ქრისტეს ამაღლებით ისინი დარწმუნდნენ, რომ უფალი ნამდვილად აღდგა მკვდრეთით. და ამან მოუტანა მათ დიდი სიხარული. გარდა ამისა, მათ გაუხარდათ ქრისტეს მიერ მოცემული დანაპირების იმედის გამო. ჩვენ წავიკითხეთ, იესო დაპირდა, დარჩით იერუსალიმში, მე მოვავლენ თქვენზე მამაჩების აღთქმულს. და მესამე, მათ გაუხარდათ, იმიტომ რომ ამაღლება მათთვის გადაიქცა ერთგვარ საწინდრად, გარანტად მათი განდიდებისა და ამაღლებისა. აი ეს სამი რამ, მინდა რომ დღეს თქვათ, წარმოვიდგინოთ და ამ სამ რამეზე დავფიქრდეთ. პირველი, როგორც უკვე ვთქვით, იესო ქრისტეს ამაღლება იყო მათთვის ეჭვების, შიშების დასრულება. თქვენ იცით სახარებებიდან, რომ ქრისტე კი აღდგა მკვდრეთით, მაგრამ მათ ბოლომდე არ ჯეროდათ მისი აღდგომა. მაინც ეჭვობდნენ. იესო ეცხადებოდა მათ, ესაუბრებოდა მათ. ერთი სიუჟეტი გავიხსენოთ. იესო გამოეცხადა მათ შორის დადგა, შეეშინდათ და იფიქრეს ეს მოჩვენება, ეს სული არისო. რა უპასუხა უფალმა? უსაყვედურა და უთხრა, სულს არ გააჩნია ხორცი და ძვლები, როგორც მე მაქვს. ეს მე ვარ, ვინც მოკლეს. და დასადასტურებლად, რომ ის ნამდვილად სხეულებრივად აღდგა მკვდრეთით და გაცოცხლდა, რომ ის სული არ იყო, რა გააკეთა მათ წინაშე? რით დაუმტკიცა? გარდა იმისა, ეს სხვა სიუჟეტია, როდესაც თომას უთხრა, მოდი, ჩადე შენი ხელი, შენი თითი ჩემს ჭრილობებში, რა გააკეთა? ჭამა. რა გაქვთ თქვენ საჭმელიო? მომეცითო, სული არ ჭამს საჭმელს. ზოგს გეგონია, რომ ჭამს. მაგრამ არ ჭამს სინამდვილეში. იესომ თქვა, მე ვარ ის იესო, ნუ გეშინიათ. მათ არ ჯეროდათ. ისინი ეჭვებში იყვნენ. 40 დღის განმავლობაში, წარმოგიდგენიათ, 40 დღის განმავლობაში უფალი არ წმუნებდა მათ, ეუბნებოდა მათ, აჯერებდა მათ, ევლინებოდა მათ. იმისათვის, რომ ბოლოს და ბოლოს გამხდარიყვნენ მორწმუნეები და აჰა, მოხდა ამაღლება. და როგორც მე-12 საუკუნის ცნობილი ღვთისმეტყველი ექვთიმე ზიგაბენი განმარტავს და ამბობს, ისინი აღივსნენ დიდი სიხარულით, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს დარწმუნდნენ, ეს ქრისტე, რომელიც ჯვარს აცვეს, აღდგა მკვდრეთით. თავისი თვალით ხედავენ მას.
უკვე დარწმუნდნენ, ეს იყო უკანასკნელი წერტილი, ეს იყო ბოლო გაკვეთილი მათთვის. ეს იყო გამოსაშვების საღამო, ან დღე. დამთავრდა მათი მეცადინეობა. 40 დღე. ეს იყო უკანასკნელი ზარი სკოლაში. ისინი დარწმუნდნენ, რომ ქრისტე აღდგა მკვდრეთით. ამის გამო მათ გაუხარდათ. ისინი გახარებულები იყვნენ. თუ ქრისტე აღდგა მკვდრეთით, რას ნიშნავს ეს? რას ნიშნავს ამაღლება? ამ თვალსაზრისით ქრისტესთან მიმართებაში. ეს იმას ნიშნავს, რომ იესო ნამდვილად არის სამყაროს მხსნელი. ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთმა მის მიერ მოტანილი მსხვერპლი მიიღო. ის რომ არ ყოფილიყო მესია, ის რომ არ ყოფილიყო ის, რასაც ლაპარაკობდა თავის თავზე, საფლავში დარჩებოდა, არ აღდგებოდა. მაგრამ ის იყო ის, რასაც ამბობდა თავის თავზე, მესია, მხსნელი, მაცხოვარი. მას საყვედურობდნენ და ეუბნებოდნენ, ვინ არის ეს, რომ ცოდვებსაც მიუტევებს? სახარების პასუხი არის ეს, ღვთის ძია და მას აქვს უფლება მიუტევოს ცოდვები. ის ჯვარზე მოკვდა ცოდვებისთვის. ის რომ არ ყოფილიყო მესია, ის რომ არ ყოფილიყო მხსნელი, ის დარჩებოდა მკვდარი, მაგრამ აღდგა მკვდრეთი და ამით ღმერთმა დაადასტურა, რომ მისი საყვარელი ძია. მამის სიყვარულმა არ დატოვა ის საფლავში. გააცოცხლა, წამოაყენა იქიდან. და მსოფლიოს სამყაროს მთელ კაცობრიობას წარუდგინა ის საჯაროდ, ზეიმით, ამაღლების საშუალებით, რომ ის არის მოსული მხსნელი, ერთადერთი და ჭეშმარიტი. მოწაფეები აღივსნენ სიხარულით, აგრეთვე როგორც ექვთიმე ზიგაბენი ბრძანებს, ექვთიმე ზიგაბენი ხო შეგაყვარეთ უკვე. აი მისი სწავლებით, როდესაც მან მენელსაცხებლე დედებს რა უწოდა? მოციქულები მოციქულთათვის. უფალმა დააყენა ისინი, როგორც ის განმარტავს, მოციქულებად კაცი მოციქულებისთვის. მაუწყებლად, მახარობლად, ყველაზე დიდი ამბავისა, რომელიც არის აღდგომა ქრისტესი. და მე მახსოვს, თქვენ იმ დღეს შეგიყვარდათ ექვთიმე ზიგაბენი, ხომ ასია? ზიგაბენი ბრძანებს, რომ მათ გულში გაჩნდა დიდი სიხარული იმ დაპირების იმედის გამო, რაც უფალმა მათ აუწყა. რა აუწყა მათ უფალმა? აჰა, მე მოვავლენ თქვენზე მამაჩემის აღთქმულს. რა აღთქმაზეა საუბარი? 10 დღის შემდეგ ამაღლებიდან სულიწმიდა გადმოვიდა ქრისტეს მოწაფეებზე და ჩვენ წინ გველოდება სულთმოფენობის ზეიმი. დღე, როდესაც აღნიშნავთ ეკლესიაზე მოწაფეებზე სულიწმიდის გარდამოსვლას. იესო სახარებაში ამბობს ასეთ სიტყვებს: მე თუ არ წავედი, მე თუ არ დაუბრუნდი მამას, სხვა ნუგეშის მცემელი არ მოვა თქვენთან. იესოს ამაღლება იყო ამ დაპირების შესრულება. იესო მიდის და უბრუნდება მამას იმისათვის, რომ სხვა ნუგეშის მცემელი მოვიდეს და მათთან დარჩეს სამუდამოდ. სულიწმიდის გარეშე არავის შეუძლია იესოს უწოდოს უფალი. ამ დღეებში ჩემს შვილთან ვსაუბრობდი და მეუბნებოდა ზოგჯერ ვფიქრობ, მამა, რა საჭიროა აუხსნა, განუმარტო, დაარწმუნო, თუ ზებუნებრივად ადამიანს არ მიეცემა გამოცხადება, ყველაფერი არის წყლის ნახვა. მაინც ვერ დაარწმუნებ, მაინც ვერ დააჯერებ. იმიტომ რომ ადამიანს არ შეუძლია ადამიანის გადარჩენა ან დაჯერება.
საღვთო წერილი ამბობს, არავის შეუძლია იესოს უწოდოს უფალი, თუ არა სული წმიდით. მაგრამ აზრი აქვს ლაპარაკს, იმიტომ რომ ღმერთი იყენებს ჩვენს ბაგეებს, ჩვენს სიტყვებს იმისათვის, რომ გამოცხადება წარმოშვას მსმენელთა გულებში. მიაქცეთ ყურადღება, მოციქულთა საქმეებში აღწერილია აი ეს სურათი, როდესაც წმინდა პავლე ქადაგებდა, უფალმა გაუხსნა ლიდიას გულიო, რათა მოესმინა, შეესმინა ის სიტყვები, რასაც წმინდა პავლე ქადაგებდა. ხედავთ, პავლე იყო ინსტრუმენტი, მოციქული. ის ლაპარაკობდა სიტყვებს, მაგრამ უფალი მოქმედებდა გულში. ეს არის გამოცხადება, ეს არის სულიწმიდის შინაგანი მოწმობა, რომლისოდაც შეუძლებელია ადამიანი მივიდეს ღვთის აღიარებამდე, ქრისტეს აღიარებამდე. რაც არ უნდა განუმარტო. იმიტომ რომ ეს არ არის ფორმულა. მესმის ახლა, ჩვენს განზომილებაში 3 ჯერ 3 არის 9. თუ ადამიანი ამას არ დაიჯერებს, როგორც ერთი ცნობილი პროფესორი, ფილოსოფიის პროფესორი ამბობს, ორი ვარიანტია. ან იდიოტია, ან ჯიუტია. ან იდიოტია, ან ჯიუტია. ანუ იცის რომ 9, მაგრამ ჯიუტობს და ამბობს სპეციალურად, არ არის 9, რაღაცა სხვა არის. არსებობს რა თქმა უნდა ამ წუთის სოფელში გონებრივი, ლოგიკური დასაბუთებები ღვთის არსებობის, მისი მარადიულობის სიბრძნის შესახებ. თავად ეს ქმნილი სამყარო არის მოწმობა და მქადაგებელი ღმერთზე და ამოწმებს მასზე. მაგრამ ზოგი იჯერებს ამას, ზოგი არ იჯერებს ამას. სულიწმიდის გარეშე შეუძლებელია ვინმე აღმოჩნდეს ცათა სასუფეველში. იმიტომ რომ სწორედ ის განმარტავს, ის გვიხსნის, ის გვიმოწმებს, ის მიგვითითებს, ის განადიდებს ქრისტეს ჩვენს გულსა და ჩვენს ცხოვრებაში. იესომ თქვა გარკვევით. მე თუ არ წავა, ის არ მოვა. სწორედ სულიწმიდის მსახურებაა დღეს ქრისტეს საქმე გახადოს გასაგები, გახადოს საქვეყნო. სულიწმიდის მსახურებაა შეკრიბოს ადამიანები ერთ ეკლესიაში. სულიწმიდის მსახურებაა განადიდოს იესო მორწმუნეთა გულებში. ამას აკეთებს სულიწმიდი. შეიძლება ის არ ჩანს, მაგრამ მისი ნაყოფები ჩანს. და ბოლოს მესამე. ახლა კი მინდა დაუბრუნდე წმინდა ლეო დიდს, როგორც ეკლესიამ უწოდა მას, ლეო დიდი, წმინდა ლეო დიდი. არ შეიძლება ითქვას მასზე, რომ ის არის ერთი რომელიმე ეკლესიის მოძღვარი, ან მამა, ან თუნდაც წმინდანი. იმ დროს ეკლესია არ იყო გახლეჩილი, არ არსებობდა კათოლიკური და მართლმადიდებლური. ეს არის მე-5 საუკუნის მეორე ნახევარი. ამიტომ მისი მოძღვრება ითვლება მართლმადიდებლურ მოძღვრება და არის ქრისტიანული მოძღვრების ეტალონი. მე წმინდა ლეო დიდზე ვლაპარაკობ, წმინდა ლეო პირველზე, რომის ეპისკოპოსზე. სხვათა შორის, როდესაც ის აირჩიეს რომის ეპისკოპოსად, არ იმყოფებოდა არჩევნებზე, დაუსწრებლად აირჩიეს. და ის იყო პირველი ეპისკოპოსი, რომელიც გარდაცვალების შემდეგ დაასაფლავეს წმინდა პეტრეს ეკლესიაში, ვატიკანში. მე წმინდა ლეო დიდზე ვლაპარაკობ. ის ითვლება უდიდეს ღვთისმეტყველად. თქვენ მასზე უკვე გაქვთ გაგონილი, უბრალოდ არ გახსენდებათ, როცა სკოლაში სწავლობდით. და ატილაზე ქონდათ გაკვეთილი. ან ვანდალებზე, რომლებმაც რომი დაარბიეს. არაფერი რო არ იცოდეს ადამიანმა წმინდა ლეო დიდზე, აი ამ ორი ისტორიული მოვლენიდან თითქმის ყველა მიცის მის შესახებ.
გახსენდებათ რაიმე? როდესაც ჰუნების მხედართმთავარი ატილა გადაწყვეტს იტალიაში შეჭრას. წმინდა ლეო დიდი იყო ჩრდილო იტალიიდან. და იმდროინდელი იმპერატორი იყო ძალიან სუსტი და მან ვერ შეძლო რეალური ტრების, რომლებიც გადაბუგავდნენ მთელ იტალიას შეკავება და ამ დროს ატილას შეხვდა ჩვენი ეპისკოპოსი, წმინდა ლეო დიდი. არიციან, უცნობია, არსებობს სხვადასხვა შეიძლება მოსაზრება, რა უთხრა განა ამისთანა. რა უთხრა განა ამისთანა ამ ბარბაროს, ტარვალს, მტერს, გამანადგურებელს, მკვლელს, რა უთხრა ასეთი ეპისკოპოსმა. იმპერატორმა ვერაფერი ვერ გააკეთა. რომის ეპისკოპოსმა გააკეთა და გადაარჩინა მთელი იტალია. გაგახსენდათ ეს მომენტი. და როდესაც ატილას ხვდება, ეუბნება ასეთ სიტყვებს. მოგესალმები, ღვთის რისხვალ. ან ღვთის მათრახუ, ან ღვთის როზგო. გადაარჩინა მან. რეალურად გადაარჩინა. და მეორეჯერ გადაარჩინა რომი თლიან განადგურებამდე. როდესაც ვანდალების მეფე შეესია რომს და 14 დღის განმავლობაში ანადგურებდნენ. და უფრო მეტი მსხვერპლი იქნებოდა, უფრო მეტი ნგრევა იქნებოდა, რო არა წმინდა ლეო დიდი. რომის მოსახლეობამ თავი შეაფარა 3 ეკლესიაში. ისიც შეხვდა ვანდალების მეფეს და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ნაკლები ზიანის, ნაკლები მსხვერპლის პრეცედენტი შეექმნა. ძალიან ცნობილი პიროვნება იყო, ერთი სიტყვით. ძალიან ცნობილი პიროვნება და იმასაც გეტყვით, რომ ჩვენამდე მოაღწია მისმა ეპისტოლეებმა, მისმა ქადაგებებმა, მას არ დაუწერია წიგნები, ტრაქტატები, მისი შემოქმედება შემოიფარგლებოდა მხოლოდ ქადაგებებით და ეპისტოლეებით. შეეხება ქადაგებას, 96 ქადაგებაა ცნობილი მის ჩვენამდე მოღწეული. 97 არის საორჭოფო, ძველ და ახალ დროში მასზე კამათობენ. და აგრეთვე 153 წერილი. 153 წერილი. კიდევ რამოდენიმე სიტყვა, რომ მინდა უკეთ გაიცნოთ ეკლესიის ეს დიდი მოძღვარი და მამა და პატივისცემით სიყვარულით განიმსჭვალოთ მის მიმართ, იმიტომ რომ ჩვენ უკვე ვახსენებთ დღევანდელ საუბარში და ახლა კიდევ ვახსენებთ როგორც სიხარულის მესამე მიზეზის განმარტებაში მას. აი რას ამბობენ მეცნიერები და მკვლევარები. წმინდა ლეოს შემოქმედების შესახებ, რომ მას აქვს დახვეწილი სტილი, იყენებს წმინდა ლათინურ ენას, რომ აქვს გამოხატვის ლაკონურობა, ლაკონურად გამოხატავს და აგრეთვე ის, რომ ძალიან ცხადად გამოთქვამს თავის იდეებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მან შეძლო ქრისტიანული იდეების გადმოცემა თანამედროვე იმ დროისათვის ლათინური ლიტერატურის სტილში. და ეს ყველას არ შეუძლია. ბერძნული არ იცოდა. ზოგი ამბობს, რომ აი ბერძნული თუ არ იცი, ვერ გაიგებ ბიბლიას ჭეშმარიტებას, ვერ ჩაწლები, გეყოფათ ეს სისულელეები. რა თქმა უნდა, კარგია რომ იცოდე ძველი ბერძნული და შესანიშნავია და საოცრება მართლა, როდესაც ადამიანი სწავლობს ამ ენას და შეუძლია წაიკითხოს ძველ ბერძნულად. ეს კარგი არის, ეს მისასალმებელია, ეს სავალდებულო და საჭიროც არის კვლევისათვის, ძიებისათვის, მაგრამ დაყენება საკითხისა, რომ თუ არ იცის ადამიანმა ძველი ბერძნული, მას არ ექნება არც გაგება, არც
ღვთისმეტყველება და ასე შემდეგ. შეხედეთ წმინდა ლეო დიდს. არც ავგუსტინემ სხვათა შორის, არც ნეტარმა ავგუსტინემ. ეხლა ვის შეადარებთ ნეტარ ავგუსტინეს? მე მესმის ძველი ბერძნული ძალიან საჭიროა. მე მახსოვს, როცა ჩემი პროფესორი ძველი ბერძნულისა პირველი იმით დაიწყო გაკვეთილი, რომ როდესაც ძველი ბერძნულის ახალი აღთქმის ძველი ბერძნულის ხაზს უსვამ, შესავალში გააცამტვერა მითი, რომელიც დღესაც პოპულარულია აღაპესა და ფილეოს შორის. ხო გესმით არა, დღესაც ეს სხვათა შორის ამ მითის გავრცელებას ხელი შეუწყო ბრიტანელმა ღვთისმეტყველმა კლაივ ლუისმა, რომ თითქოს აღაპე მხოლოდ და მხოლოდ ღვთაებრივი სიყვარულია და ფილეო ეს არის ადამიანური სიყვარული. ხო გახსოვთ ეს მომენტი? აი გააცამტვერა და ყველას დაგვანახა. აი ამ იდეის უსაფუძვლობა ძველი ბერძნული, ახალი აღთქმის ბერძნული ენის საშუალებით, როდესაც უშუალოდ წაგვაკითხა ტექსტები, რომ შეიძლება თუ არა ასეთი აზრი გამოვიტანო და რა თქმა უნდა არა. მაგრამ იმის თქმა რომ არიქა თუ ძველი ბერძნული არ იცი და ვერ კითხულობ და ამიტომ ხარ მეორე ხარისხოვანი, გაიხსენეთ ნეტარი ავგუსტინე და გაიხსენეთ წმინდა ლეო დიდი. არც ერთმა ავგუსტინემ იცოდა, მაგრამ კარგად არ იცოდა და წმინდა ლეო დიდმა არ იცოდა. ის ლათინურად მოლაპარაკე იყო და კიდევ ერთი რამ, ზოგი ფიქრობს, რომ იცით, ასეთი ტენდენცია იყო, სხვათა შორის ის მორწმუნეთა ზოგიერთ წრეებში, რომ ადამიანი როდესაც ხდებოდა პასტორი ან მოქადაგე, აუცილებლად წიგნი უნდა დაეწერა. აუცილებლად ეს იყო რაღაცა ნიშე. აი თუ წიგნი არა გაქვს დაწერილი, ატომღაც ასეთი ის ჩამოყალიბდა. არც ერთი ტრაქტატი წმინდა ლეო დიდს არ დაუწერია. არც ერთი. ავგუსტინე კი ბატონო, დაახლოებით 1000-მდე ნაშრომია. მე არ ვლაპარაკობ ეპისტოლეებს და არ ვლაპარაკობ ჰომილიებს, ანუ ქადაგებებს. წმინდა ლეო დიდს არც ერთი წიგნი არ დაუწერია. არც ერთი ტრაქტატი და ითვლება უდიდეს ღვთისმეტყველად. უდიდეს ეკლესიის მოძღვრად და მამად. მხოლოდ და მხოლოდ მას აქვს ჰომილიები, ქადაგებდა. ჰომილი არის ქადაგება და წერილები. მაგრამ როცა კითხულობ, ჩვენ გვაქვს ლათინურ ენაზე გვაქვს, შესანიშნავ ლათინურ ენაზე გვაქვს მისი ქადაგებები. როცა კითხულობ მის ქადაგებებს, თუნდაც თარგმანში, ჯერ ეს ერთიც ქსიამოვნებს. როდესაც კითხულობ მისი დახვეწილი ენის, ქსიამოვნებს, როგორ გამოხატავს იდეებს, როგორ გადმოსცემს კონკრეტულად, არ მიედმოედება, როგორ კონკრეტულად ლაპარაკობს და თან შენ ხედავ უზარმაზარ ღვთისმეტყველებას მის ქადაგებებში, მის წერილებში, უზარმაზარ. ყველაზე მისი ცნობილი ეპისტოლე არის ფლავიანეს მიმართ კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიმართ. ითვლება ყველაზე ცნობილი. აი როცა იწყებ ამ ეპისტოლეს კითხვას, ნახავ რა უზარმაზარ თეოლოგიას გადმოგცემს ის. წმინდა ლეო დიდი იყო ერთ-ერთი, რომელმაც ხელი შეუწყო ქალკიდონის კრების შეკრებას, მოწყობას და ქრისტეს შესახებ დოგმატის შემუშავებას. ის ებრძოდა, ის იყო დიდებული მწყემსი, მოსიყვარულე და ატილასთან შეხვედრა და ვანდალებთან შეხვედრა მოწმობს. თავი გაწირა პრაქტიკულად. იქ სადაც იმპერატორმა დაიხია, გადაუდგა ატილას. აბა მიდი და გადაუდექით ატილას. რა ძალაუფლება ჰქონდა? გადაუდგა წინ. ოღონდ გადაერჩინა იტალია. თავს დადებდა მრევლისთვის. ის იყო უაღრესად მოსიყვარული ადამიანი და არინდობდა ერეტიკოსებს. ცნობილია მისი დაპირისპირება ევტიქის გაუკუღმართებული მოძღვრების წინააღმდეგ. ერთი სიტყვით, ჩვენ შეიძლება გაუთავებლად ვილაპარაკოთ წმინდა ლეო დიდზე და მე ამას ვლაპარაკობ იმიტომ, რომ სულ მცირე მოწიწებით და გარკვეული სიმპათიით განეწყოთ სიყვარულით ეს იქნება საუცხო ამ მამის მიმართ. აი რას ამბობს ის? ერთ ფრაზაში ბევრ რამეს ლაპარაკობს, მაგრამ მე მხოლოდ ერთ ფრაზას წავიკითხავ, ჩვენი დრო ამოიწურა, რას ამბობს წმინდა ლეო დიდი. იესო ქრისტეს ამაღლება იყო მოწაფეების ამაღლება. აი რას ნიშნავს გარანტი. რა თქმა უნდა, ის საუცხოდ ასე მარტივად მარტო არ იზღუდება, იფარგლება თავისი იდეის გადმოსაცემად. ის ამბობს, რომ რატო გაუხარდათ მათ? აი გვიხსნის, გვიმარტავს. როდესაც ისინი უყურებდნენ ქრისტე როგორ ადიოდა მაღლა, ისინი ხედავდნენ როგორ ადიოდნენ თვითონ მაღლა. რანაირად? ადამიანური ბუნება ქრისტეს სახით
როგორ დიდებაში ადიოდა. წმინდა ლეო დიდი ამბობს, რომ ადამიანური ბუნება, ადამიანური არსი, კაცობრივი ბუნება ამაღლდა ყველა ქმნილებაზე მაღლა, ანგელოსებზე მაღლა, მთავარ ანგელოზებზე მაღლა, ვიდრე არ დაბრძანდა მამის მარჯვნივ. და მისი ამაღლება ნიშნავს ეკლესიის მამის და მოძღვრის განმარტებით ჩვენს ამაღლებას. ეს არის გარანტია. რა არის გარანტია? საწინდარი რა არის? რომ აუცილებლად მოხდება ის რასაც ესა თუ ის გარანტია უზრუნველყოფს. ამ შემთხვევაში კიდევ ქრისტეს სხეულის ამაღლება ეს არის საწინდარი ჩვენი სხეულების ამაღლებისა. თუ თავი არის იესო და იესო არის თავი სხეულისა, თუ თავი შევიდა ასე დიდებაში, ამაღლდა, რას ნიშნავს ეს? რომ აუცილებლად სხეულის ნაწილებიც განდიდდება. მოწაფეები უცქერდნენ ქრისტეს, რომელიც ასე ადიოდა მაღლა და უყურებდნენ, რომ ადამიანი, იმიტომ რომ ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი ადამიანი, ოღონდ ცოდვის გარეშე, შეიძლება ასე იყოს განდიდებული ღვთის მიერ. მათ უხაროდათ, იმიტომ რომ ქრისტემ ძლია სიკვდილს. მათ უხაროდათ, იმიტომ რომ ქონდათ იმედი დაპირებისა, რაც იესომ გასცა. მათ უხაროდათ, იმიტომ რომ იესო ქრისტეს სხეულის განდიდება იყო მომასწავებელი მათი განდიდებისა. ყველაზე მთავარი რაც უნდა ვთქვათ ახლა არის შემდეგი. რატომ გახდა შესაძლებელი მოციქულებისთვის, მოწაფეებისათვის დიდი სიხარულით ავსება? რატომ გახდა? იმიტომ, რომ უფალი იესო ქრისტე ჩაეშვა უდიდეს მწუხარებაში. რას უწოდებს ესაია ქრისტეს 53:3, გახსოვთ? რას უწოდებს? სხვადასხვა თანამედროვე ქართულ თარგმანებში გატანჯული, მაგრამ მცხეთურ ხელნაწერში, ანუ ძველ ქართულში არ წერია გატანჯული. ისე წერია როგორც დედანში. ებრაულ ტექსტში გატანჯული არ წერია, თუმცა არ მომბობ რომ ეს არასწორია. რა თქმა უნდა სწორია. უბრალოდ დედანში წერია ტანჯვების კაცი. ტანჯვების კაცი, იშ ებრაულად ნიშნავს კაცს. მწუხარებების კაცი, ტკივილების კაცი, ასე უწოდებს ესაია ქრისტეს მესიას. გესმით ხალხო? იესო გახდა სევდის კაცი, მწუხარების კაცი, ტანჯვის კაცი, ტკივილის კაცი. ვინ გაგახსენდათ მსოფლიო ლიტერატურიდან? ვის ქვიოდა მსოფლიო ლიტერატურაში, რომელ ნაწარმოებში სევდიანი სახის რაინდი? ვინ უწოდებდა საკუთარ თავს სევდიანი სახის რაინდს? მწუხარე სახის რაინდს მსოფლიო ლიტერატურაში. დიახ, დონ კიხოტი. მწუხარე სახის რაინდი. ამიტომ ამსგავსებენ დონ კიხოტს ქრისტეს. იესო ესაიას გამოყვანილი ყავს როგორც მწუხარების, ტკივილის კაცი. მცხეთურ ხელნაწერში წერია სიტყვით ეს აზრი არის გადმოცემული. კაცი მყოფი წყლულებასა შინა. მოხედავთ? ახლა მესმის, ნახე რამდენი სიტყვა მცხეთურ ხელნაწერში კაცი მყოფი წყლულებასა შინა. რამდენი სიტყვა? 4. თანამედროვე თარგმანში გატანჯული. 1. რა თქმა უნდა, ეკონომია არის. კი ბატონო, ეკონომია არის 4 სიტყვის ნაცვლად 1 სიტყვა, მაგრამ აზრობრივადაც იგივეა. გატანჯული ნიშნავს, მაგრამ უფრო გამომხატველია ებრაული. უფრო გამომხატველია, ტკივილის კაცი.
რას ნიშნავს ტკივილის კაცი? ნიშნავს, რომ იესომ იტვირთა ყველა ჩვენი ტკივილი საკუთარ თავზე, საკუთარ თავში. სად ჩანს ეს? მისი გაჩენა ამ ქვეყნად უკავშირდებოდა ტკივილს. მისი მსახურება, ჩვენ ხედავთ არაერთ გზის, როდესაც იესო ტირის, როდესაც იესო დამწუხრებულია, გეთსემანიას შეხედეთ. გეთსემანია შეხედეთ, ურვაში იყო, მწუხარებაში იყო. მისი ოფლი სისხლად ეწვეთებოდა მიწას, ისე განიცდიდა. და ბოლოს და ბოლოს ჯვარს შეხედეთ, როდესაც ღმერთმა მიატოვა ის. ღმერთო ჩემო, რატომ მიმატოვე მე? აი იქ იესო იყო მწუხარებაში. იმისათვის, რომ ქრისტეს მოწაფეები და მორწმუნეები აღივსნონ დიდი სიხარულით. ის პირდაპირ ჩაეშვა ნაღველში. ის იყო მატარებელი ყველა ტკივილისა, ყველა ტანჯვისა. აი სიტყვა, რომელიც ებრაულში ხვდება ჩვენ ესაიას 53:3-ში, ნიშნავს ტკივილსაც, ტანჯვასაც, სევდასაც. ეს ყველაფერი გაერთიანებული იყო ქრისტეში. პირველი ტანჯვა, პირველად უпростоრად ბიბლიაში ტანჯვა როდის გვხვდება? აბა გავიხსენოთ და ამით დავასრულოთ. პირველად ღმერთმა შექმნა სამყარო, ყველაფერი არის კარგად, ყველაფერი არის მშვენივრად, ღმერთმა შეხედა სამყაროს, მშვენიერია, კარგია და როცა ვკითხულობთ საღვთო წერილს, უეცრად ვკითხულობთ ტანჯვა, ტკივილი. როდის გვხვდება? სად გვხვდება? კი ბატონო. ცოდვით დაცემის შემდეგ. როცა ღმერთი მიმართავს ევასაც და ადამსაც, ორივეს, 3:16-შიც და 3:17-შიც. შესაქმეს გულისხმობ დაბადების წიგნს. ტანჯვა გაჩნდა ცოდვით დაცემის შემდეგ, სევდა, ნაღველი გაჩნდა ცოდვით დაცემის შემდეგ. ეს არის პირდაპირი შედეგი. რა გააკეთა ღვთისძემ? ღვთისძემ მაგნიტივით მოიზიდა ყველა სევდა, რაც კი რამ არსებობდა ამ ქვეყანაზე. და თავისი გულით და თავისი სხეულით ატარა ის. ხოლო შემდეგ ჯვარს მიალურსმნა. და გამოცხადების წიგნში ჩვენ ვკითხულობთ, ახალ სამყაროში ღმერთი მოწმენს ყველა ცრემლს თავის შვილებს და აღარ იქნება სევდა. აი ახალი სამყაროს ერთ-ერთი ნიშანი არის სევდა აღარ იქნება. აღარ იქნება. და ქრისტეს მოწაფეები, ქრისტეს მოციქულები წინ სწრებად გრძნობენ ამ სიხარულს, ივსებიან ამ სიხარულით. დიახ, ქრისტე განშორდა მათ, მაგრამ მათი გულები აღივსო დიდი სიხარულით. მინდა ყველას მოგილოცოთ გუშინდელი დღე, იესო ქრისტეს ამაღლება. ვევედრები და ვლოცულობ ღმერთს, რომ როგორც ოდესღაც უფალმა აღავსო თავისი მოწაფეების გულები დიდი სიხარულით, ასევე აღავსოს მან თქვენი გულები დიდი სიხარულით, იმიტომ რომ იესო ამაღლდა, დაბრძანდა მამის მარჯვნივ. და ის კვლავ დაბრუნდება. ამენ.